Kalbotonu manen მოგესალმებით. თუ შეიძლება წარმოადგინეთ აღნიშნული პროექტი და როგორ დაიბადა ეს იდეა საერთოდ, როგორ განვითარდა და როგორ მიიღო დღევანდელი სახე. მადლობა შეკითხვისთვის, ბატონო კახა. ეს იდეა დაიბადა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ. Გაგვიჩნდა იდეა მე და ქალბატონ თამარ ლუქჯანიძეს, უბრალოდ იდეის ავტორი გახოთ ქალბატონი თამარ ლუქჯანიძე, რომელიც არის ჩვენი ჯანდაცვის სკოლის დირექტორი. და მისი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ყოფილიყო გათვითცნობიერებული და აღჭურვილი მცოდნით და უნარებით, პრაქტიკული უნარებით პირველი გადაუდებელი დახმარების საკითხებში, რათა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის, მეტი თანატოლის, როგორც განათლება, ასევე გადარჩენა მომხდარიყო საჭიროების შემთხვევაში. შესაბამისად, დავიწყეთ მუშაობა პროექტზე და აგერ უკვე მესამე სეზონი არის, მესამე ნაკადს ვუმასპინძლეთ, რომელიც უკვე ერთი კვირა არის დაიწყეს რომლებმაც სწავლა და იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება და დიდხანს გაგრძელდება და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იქნება განათლებული ამ მიმართულებით. ჩვენ ვესაუბრეთ დღეს თქვენს სტუდენტებს, ბავშვებს, რომლებიც არიან 17-18 წლის, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სკოლებს. და ბავშვებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოავლინეს აი ამ თავარი თემის გადაუდებელი დახმარების მიმართ. თუ შეიძლება აი გითხარით, არსებული პროექტი რა ცვლილებებს შეიტანს აი ამ ბავშვების მომავალში? რას უნდა ველოდოთ უშუალოდ აი ამ მიზნობრივ ჯგუფში? კი, ნამდვილად ეს სეზონი გამოირჩევა ცოტა წინა პირობას ვიტყვი, გამოირჩევა მრავალფეროვნებით მოსწავლეების. და ამ ეტაპზე ყავს პროექტში ჩართული არის 6 საჯარო სკოლის და 19, უბრალოდ 6 კერძო სკოლის და 19 საჯარო სკოლის მოსწავლე. რაოდენობრივად სხვადასხვა ამ ეტაპზე 51 მოსწავლე ყავს ჯგუფში. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, გავლენა იქნება ის, რომ გარდა იმისა, რომ ეცოდინება პირველი გადაუდებელი დახმარების უნარები, ის ნაკადია, ის ასაკია, როდესაც ყალიბდებიან და ხედვა ექმნებათ, ვინ უნდა რომ იყვნენ. შესაბამისად, ერთ-ერთი ხელშეწყობა ბავშვებისთვის იქნება ის, რომ უნდათ თუ არ უნდათ მედიცინა, განსაზღვრონ თავიანთი მომავალი, დაუკავშირონ თუ არა ამ ძალიან საინტერესო დარგს და იმედი მაქვს, რომ უმეტესობა მათგანი ჩვენი მომავალი კოლეგა იქნება. Hello, Heba. Hello, doctor. Please represent yourself and tell me what your mentorship means in this program. I'm Heba Hatem. I'm from Sudan, and this is my last year in medical studies. Mentoring, actually, in here we're teaching students about first aid and how can they assist people who are in injuries and anything, and also try to make it easier for them to help others. Hello everybody, my name is Faiza. I am a final year medical student, and in this program I represent as a mentor. So my job is to make sure that the students understand and receive the best first aid response, which is the core of this program, and I basically help them with anything that they require to learn. My name is Hamad Khassamna. I'm from Jordan. This is my last semester at med school. Gladly, I've been picked to be a mentor for our fellow future doctors. Basically, we are mentoring them for general health topics related to basic life supports, how to deal with patients in critical situations. As well as general vital signs, measurements. I am Ahmed Ashraf Ahmed. I am a final year medical student, 6th year. And my mentorship here is very important. As I saw from my experience now, I saw my students, and they are very, very smart people. They are very well dedicated, and they have this ambition. My mentorship here is to show them that what type of first aid they need, the basics of basic life support for the patient. And this is actually very important because they need to help
others, like for example people in the street or even people in their family. And I saw that many of these people they have some medical ambition, so maybe they will go to the medical field. And I hope that I could inspire these people and teach them the basics that they need to reach their goal. Thank you very much. ხო წარმოადგინოთ თქვენი თავი და გვითხრათ რა мотивაციამ გიყვანათ აღნიშნულ პროექტში. გამარჯობა, მე ვარ მელანა ჯულაკიძე, 17 წლის 177 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. მედიცინა არის ერთადერთი სფერო, რომელშიც ჩემ თავს ვხედავ. სულ მინდოდა ადამიანებზე დახმარება, მათი სიცოცხლის გადარჩენა და მინდა რომ ვიყო მათთვის იმედი. გეგმავ რომ გავხდე ქირურგი და მინდა რომ ბევრ წარმატებას მივაღწიო და ვფიქრობ ეს პროექტი მომცემს იმის საშუალებას რომ დავაგროვო საკმარისი ცოდნა, განათლება და გამოცდილება იმისთვის რომ ავიღო პასუხისმგებლობა და გადავარჩინო ადამიანების სიცოცხლე. პირველ რიგში მოგესალმებით, მე ვარ ანა ჯენიყაშვილი, 173 საჯარო სკოლის მოსწავლე, მე-10 კლასელი ვარ. პირველ რიგში ამ პროექტით იმიტომ დავინტერესდი, რომ სამომავლოდ მინდა სამედიცინოზე ჩაბარება. მთელი ცხოვრება მინდა სამედიცინო, მაგრამ პატარობიდან იმიტომ მინდოდა რომ სხვა პროფესია არ ვიცოდი რა არსებობდა. ხო და მე უკვე დარწმუნებული ვარ რომ სამედიცინოს გავყვები. მაგრამ პროფესიის გარდა უფრო მნიშვნელოვანი რაც არის ჯერჯერობით, იმიტომ გადავწყვიტე აქ მოსვლა, რომ პირველ დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ მიღებულმა ცოდნამ შეიძლება ერთ დროს ვინმე ადამიანი გადაარჩინოს და მინდა რომ ვინმეს დავეხმარო და ძალიან მოხარული ვარ რომ აქ მოვხვდი და ბევრი ბავშვის და გაცნობა შემიძლია და ვფიქრობ რომ საინტერესო იქნება და გამომადგება ძალიან. გამარჯობა, მე ვარ მარია მამსირაშვილი, 59 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ვარ 16 წლის. წლებია უკვე დაინტერესებული ვარ სამედიცინო სფეროში და ვფიქრობ, რომ ეს პროექტი არის ჩემი პირველი ნაბიჯი ამ სფეროს, ანუ უფრო ჩემი ცოდნის გაღრმავებისათვის. მინდა რომ დავიწყო აქედან და მივაღწიო ძალიან ბევრ მიზანს, რაც დასახული მაქვს. მინდა სამედიცინოზე ჩაბარება, ქირურგობა მინდა და ეს პირველადი დახმარების კურსები მეხმარება იმაში, რომ დავიწყო სულ თავიდან და გავაგრძელო და გავაღრმავო ჩემი ცოდნა და ამაში დამეხმარებიან ქალბატონი მანანა და ირინა მასწავლებლები და ასევე ეს პროექტი მეხმარება უფრო კარგად გამოვხატო ჩემი აზრი და უფრო ბევრი კარგი ადამიანი გავიცნო. მე ვარ მარიამ ფუხუა, 72 საჯარო სკოლის მოსწავლე და ვარ 15 წლის. სულ მაინტერესებდა ეს სფერო, როგორც აქ ყველას ამ პროექტში მონაწილე ბავშვებს და განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემს ოჯახშიც არიან მედიცინაში მონაწილე, ასე ვთქვათ, პიროვნებები, მაგალითად, ბიცოლა ჩემი, ბიძა ჩემი და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ამან იქონია ძალიან დიდი გავლენა ჩემზე. ბავშვობიდან ამ სფეროში ვიყავი აღზრდილი და დიდი ინტერესი მაქვს ახლა ამ სფეროსადმი. განსაკუთრებით ახლა ის სიტუაცია მინდა მოგითხრათ, რის გამოც გადავწყვიტე ზუსტად ამ პროექტში მონაწილეობა, ვიყავი საავადმყოფოში და ვაკვირდებოდი გარშემო ჩემგან ხალხს და ვიფიქრე, რომ ნამდვილად ამ სფეროს თანამშრომელი მინდა რომ ვიყო. ვუყურებდი ექიმებს, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ და მართლა ვფიქრობდი, რომ მეთქი მეც შემიძლია და მეც მზად ვარ ამ სფეროსადმი, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა რომ ავიღო ჩემ თავზე. ამ პროექტში მინდა ჩემთვის გადავწყვიტო, ნამდვილად შევძლებ თუ არა და მივიღო გადაწყვეტილება საბოლოოდ. და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მივიღებ ცოდნას ხალხისთვის დასახმარებლად. მე ვარ ანდრია გარსევანიშვილი, ვარ 179 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. ეს პროექტი გამოცნო მათემატიკის მასწავლებელმა და ძალიან დავინტერესდი, რადგან მინდა სამედიცინო სფეროში ჩემი ცოდნის გაღრმავება და გადაუდებელ შემთხვევაში გარკვეულ პირს აღმოუჩინო დახმარება. ეს არის უმნიშვნელოვანესი, როგორც ვთქვით, დრო და თარიღი. დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, რომ არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებელია, რომ ზუსტი დრო იყოს მითითებული, ხო? რითი დავაწეროთ თუ გარემოში არ მაქვს ყალამი ფაქა. სისხლი რომელიც უხვად იქნება გარემოში, ნამდვილად, თითი შეგვიძლია ჩავაწყოთ და დავაწეროთ. Seria possível?
მოვარგეთ და იქ ხდება რა თქმა უნდა სათითაოდ ხელების, ფეხების მძნობელობის შემოწმება ასე შემდეგ და ეხლა უშუალოდ კენდრიკის გამოყენებაზე რო გადავიდეთ. ხო ეს საფუძვლები გამოვტოვოთ რა თქმა უნდა რაღაცას ვეკითხებით ამავდროულად ხო რა მოხდა როგორ მოხდა მძნობელობას ფეხსაცმელზე ვადასებთ ხელს და ვამოძრავებინებთ თუ აქვს შეუძლია და ასე შემდეგ ხო ეს უკვე ნახეთ როგორ ხდება აი ამ პოზიციაში ნახეთ ეს უნდა იყოს უკვე შიგნიდან სამოტარებული ეს ნაწილები და ასევე უნდა იყოს აწყობილ მდგომარეობაში. ან დისკაცები გონზე თუ არა? როგორ გონზე მყოფის გადმოყვანა ხორცელდება მხოლოდ ამით. უგონო პაციენტი პირდაპირ გადმოყვანს. ეს არის გონზე მყოფი დაზარალებულის უსაფრთხო გადმოყვანა. ეს უკვე აქეთ აქვს ნახეთ ხო? აი ასე არის ფიქსირებული ხო? ესენიც რა თქმა უნდა ღვედები აწყობილი და ხო ეხლა ნახეთ როგორ ხდება აქ უკვე ჩემს დათვლაზე თავი არის ფიქსირებული 1 2 3 გადმოვწევთ ესე თავს ხელი არ გაუშვა მოკიდე აი ეს მომეხმარეთ რომ ჩავდოთ ხო რომელიმე აი ამ პოზიციაში აი ხდება აი ეს ხდება ეს ვარკვირდები ლიდერების სახე ლიდერები კიდე სხვადასხვა ხელები არ გაუშვა თავს არავითარ შემთხვევაში არ გაუშვა და თავს ხელი გადმოიწია როზი ხარ კომფორტული და ისევ 1 2 3 და ხდება მიგუდება ამ დეწყზე აი ამ პოზიციაში აი ხო ეს არის უკვე თავის ფიქსატორის პოზიციის უკან მივიდეთ ცოტა აი ესე და აი აქ ღვედები თავზე მოვარგოთ აი ასე ძალიან გადაწყვეტი უკვე. გასწავლი ცოტა აქ ხელები. ასე ცოტა მოვიშვი. ხავს მაინც აფიქსირებ და გიჭირავს, ხო ეს არ ნიშნავს. აქაც ვიწყებთ რა თქმა უნდა მორგებით და გადაჭერა ხდება ბოლო და ბუნკეტი ინსტრუმენტებს ამას. ასაყო უმა არის წელათათათში იყო ეგ. კი. რა ახეთ რა ხორცებთ? ხემლის უძრაობას, გასაგებია ხო? სიმულაციურ ცენტრში გვექნება პრაქტიკული უნარებზე გამზადებული გაქვთ თუ გამზადებულია უკვე кейსები, გუნდები როდესაც შეგზავნებით ოთახში, დაინახავთ ჩართულია ტელევიზორები და თქვენი გუნდის თითოეული გუნდის სახელი არის ჩატვირთული. რაცა რომელ ტელევიზორთანაც იქნება თქვენი სახელი მითითებული იმ მაგიდასთან მოთავსებით. მაგიდაზე გამზადებული არის ასევე кейსი, შეკითხვა, კარგად გაანალიზეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ მანეკენი, რომელიც დევს CPR-ს მანეკენზეც აკეთებდით. შეგიძლიათ თქვენ თვითონვე მოიფიქროთ და რომელიმე საჭიროების შემთხვევაში ხო გარდა CPR-ისა თუ იქნება შეკითხვა, შეგიძლიათ თქვენ იყოთ დაზარალებულის როლში. ერთ-ერთი გაითამაშოთ ეს სცენა. თუ არის ჩვილი Adult patient. If the patient is a child, press pads firmly on skin. Are you okay? Three times. Okay? Using the alcohol wipes 3 times. You're going to okay, and you're going to put it like this. There is glass. აგვიხსენი რამ განაპირობა თქვენი წარმატება და როგორ მოიპოვეთ თასი? აი ამ კონკურსის კვირების განმავლობაში მუდმივად კონტაქტზე ვიყავი და განხილავდით რა შემთხვევაში როგორ უნდა ყოფილიყო და ნებისმიერ დეტალებზე ხშირად საუბრობდით, ანუ მუდმივად ჰქონდა კონტაქტი. ნებისმიერი შედეგისთვის უნდა ვიყავით, თუნდაც დამარცხება ყოფილიყო, თუნდაც გამარჯვება, ჩვენთვის რა თქმა უნდა ჰქონდა მნიშვნელობა, ნერვულობდით ამაზე, მაგრამ მაინც ვფიქრობდით, რომ ნებისმიერი შედეგის მიუხედავად ერთად უნდა ყოფილიყავით და ამას გავაკავდებოდით. მაგრამ აი ამ გამარჯვებამ უფრო დიდი мотиваცია მოგცა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე ამ შემდეგ კონკურსებში უფრო დიდ შედეგებს მივაღწევთ. ჩვენი ესეთი წარმატება განაპირობა ჩვენმა
დაუზოგავმა შრომამ, ასე ვთქვათ. ჩვენ ყოველდღე, ასე ვთქვათ, განვიხილავთ რა უნდა გვიქნა, ასე ვთქვათ, თუნდაც პრაქტიკულ სამუშაოზე, თუნდაც თეორიაზე. და ჩემი აზრით, ზუსტად აი ამ შრომამ მიგვაღწევინა ზუსტად მეორე ადგილამდე. ეს მეორე ადგილი იქნება ჩვენთვის, ასე ვთქვათ, ორმაგი მოტივაცია, რომ შემდეგ კონკურსზე უკვე პირველ ადგილზე გავიდეთ და უფრო კარგი შედეგი დავიღოთ. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ჩვენი გუნდისთვის მესამე ადგილიც საკმაოდ წარმატება იყო. ძალიან შრომის მოყვარებული ყავს მომდევნებული და ვინდა რომ მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიოთ, თუმცა მესამე ადგილი ისეთი წარმატებაც არ იყო, როგორცაც მივიღოთ და რა თქმა უნდა, ამან ძალიან დიდი მოტივაცია მოგწვა, რომ შემდეგში პირველ ადგილზეც გავიდეთ. რა თქმა უნდა, ხანს არ შევიქნოთ და უფრო მეტად მომზადებით, უფრო მეც ვიშრომებთ, რომ უკეთესი შედეგიც დავიღოთ. ჯერ მინდა დავიწყო იმით, რომ ეს იყო ჩვენი პირველი გამოცდა და მეგობრობა მესამედ არ ვიყოლა და მაგიტო გავიდეთ მეოთხე ადგილას. ქონდა ძალიან გუნდური მუშაობა იყო ძალიან ჩვენ ჯგუფში, აი მინდა რომ გამოვყვეთო და ჩვენ გავითვალისწინებთ იმ მასწავლებლის რჩევებს და დარიგებებს, რაც მოგვცა ამ შუალედური გამოცდის შემდეგ და წარმატებებს ვუსურვებ ჩემო ცხოვრებაში. მან ვთვლი, რომ ეს იქნება ჩვენთვის ერთგვარი მოტივაცია, მეტად ჩავერთვებით, უფრო გუნდურად ვიმუშავებთ და ნაკლებად ვუნებებულებ რასაც აკითხები, რომ მე ამ ნერვიულობამ არ განაპირობოს ცუდი შედეგი. პირველ რიგში უნდა დავიწყო იქიდან, რომ ჩვენმა ჯგუფმა ლაიფტაიმმა ძალიან ბევრი ვიშრომეთ, მართლა ვიცადინეთ, ძალიან ბევრი კითხვებს ვუსვამდით, მაგრამ ჩვენში იყო დაბნეულობა, რამაც განაპირობა ძალიან ბევრი შეცდომების დაშვება. მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორედ იმის მიუხედავად, რომ ბოლო ადგილზე გავედით, რაც არნიშნავს იმას, რომ არ გვაქვს შანსი, რომ გავიმარჯვოთ. რადგან შეცდომების დაშვება და წაგება, ვფიქრობ, რაღაც დადებითი მხარეც გააჩნია, რომ მივიღოთ ისეთი უნარები, რაც დაგვეხმარება შემდეგ გამარჯვებაში. ვფიქრობ, რომ უფრო მეც ვიცადინებთ, უფრო თავდაჯერებულები ვიქნებით ჩვენს თავში, რადგან პირველი გამოცდა, რომელიც იყო ძალიან ძნელი, არ იყო ძნელი, მაგრამ ჩვენი დაბნეულების გამო გადავლახეთ და ვფიქრობ, რომ უფრო გავწლიერდებით. უფრო ერთგულად, უფრო მეგობრულად ძალიან ბევრ შეძლებ და ვფიქრობ, რომ მოვიგებთ, რადგან ის პირველი გამოცდა ჩვენ რაც იყო, ყველაფერი დაუძლიეთ ჩვენი დაბნეულობა და აღარ გვიქნება აღარანაირი კითხვის ნიშნები, ეგ სიტყვის რო ვთქვათ, აღარანაირი კითხვის ნიშნები აღარ აქვს და ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიქნებით ის გამარჯვებული. უმრავლესობამ თქვა, რომ თვით შეფასება გააკეთა. ბავშვებო, თქვენ თუ ეგ ისწავლეთ და თუ ცხოვრებაში გამოიყენეთ, გარწმუნებთ, რომ მაგაზე მაგარი არაფერი არ არის. მოზდილებს რო ვაკეთებინებთ, არ შეუძლიათ იმათ ბევრს. იმიტომ რომ ზოგი იმასაც ვორბდება, რა უნდა იცოდეს და რა არ იცის. და გონია ყველაფერი იცის. ამიტომ ეს ჩათვალეთ, რომ თქვენი ძალიან დიდი მიღწევა დღევანდელ დღეს. მეორე, თქვენ ხართ აი ამ საკვირაო სკოლაში დარეგისტრირებულები, სწავლობთ გადაუდებელ დახმარებას. გადაუდებელი დახმარების გამწევი მაშველი ყველა არის ლიდერი. იმ დროს დემოკრატიის დრო არ არის. სწრაფი ქმედება, ზუსტი მოქმედება და სკრუპულოზურად ყველაფრის გაკეთება. მაგრამ ნახეთ, რამდენიმე სწავლობ და იმ კონკრეტულ სიტუაციაში უნდა ამოიღო, რაც იმ დროს ჭირდება. რატო ვამბობ ამას? მე სადაც ვიყავი, იმ სადგურზე იყო ზუსტად აი ასეთი კრიტიკული აზროვნების აუცილებლად გამოსაყენებელი ამოცანა. სადაც უნდა გადაგეწყვიტათ, იყო თუ არა საჭირო აქ გულფილტვის რეანიმაცია, გამოგეყენებინათ თუ არა იგივე ავტომატურად გარეგანი დეფიბრილატორი და ასე შემდეგ. ფაქტიურად, კარგად გაართვის თქვენ თავი ამ დავალებას, ამდენად კოლეგებს დავესხები, მართლა არაფერში არ გვადგება ხოლმე ნერვიულობა, საქმეა რა ადვილია, ხო? არი ნერვიულობა. ამ დროს ყველაფერზე გულს ვასკდებით. მაგრამ თქვენ სხვა თაობა ხართ, თქვენ ძლიერი თაობა ხართ, ვინც იცით რა გინდათ.